როგორია თქვენი შეფასება პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ? მან შეიწყალა ორი პირი, როგორც ჩვენ ვიცით, უგულავა, ოქრუაშვილი. დიახ, მოსაოდნელია. მე უშუალოდ არ მქონდა შესაძლებლობა მომესმინა ტექსტისთვის ქალბატონი ზურაბიშვილის, მაგრამ ჩემს აზრით არ არის ეს მნიშვნელოვანი შედეგი. ეს იყო აბსოლუტურად მოსაოდნელი, უბრალოდ დაგვიანებული, ანუ წინ წავიწიეთ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში. ბატონი თამრიანის გათავისუფლების შემდეგ, როგორც პოლიტპატიმარი, დღეს გათავისუფლდნენ ბატონი ოქრუაშვილი და ბატონი უგულავა და მე დარწმუნებული ვარ, ისე როგორც ვიყავი აქამდეც, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე აღსრულდება. რატომ ვიყავი, ან რა მაკვირვებდა ერთადერთი რა, მოდი ჯერ ამას გეტყვით. მიკვირდა, როდესაც უსმენთ ქართული ოცნების ლიდერებს და წარმომადგენლებს, ვითომ როდესაც ისინი საგანგებო ბრიფინგებს მართავდნენ და გულზე ჯიღის ცემით ირწმუნებოდნენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ ხავთ და არავის გათავისუფლებას ისინი არ აპირებდნენ. ძალიან უცნაური იყო ამავე დროს როცა გააქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში ეს პოლიტპატიმრები გარეთ გამოვიდოდნენ და ატარებდნენ დრო და დრო ასეთ ბრიფინგებს, არ ვიცი რა ხდება ქართულ ოცნებაში, მე ნიშნავს არ მოვუგებ დღეს. მათ ფაქტია, მე მგონი, რომ დღეს ქართული ოცნება შეიარაღდება ერთადერთი გზავნილით და წინასწარმეტყველება, არ ვიცი თქვენ თუ არა თქვენთან ეთერში, ვერ ვადევნეთ თვალყური, ისინი იტყვიან, ჩვენ რა ვქნათ ქალბატონი ზურაბიშვილის დისკრეციული უფლება იყო და მან გამოიყენა ეს ბრიფინგი და ჩვენ ამას მოვისმენთ ქართული ოცნებისგან. ბატონ ნიკა, იცით რა ამას იტყვიან, ამას ჩემის აზრით ამას იტყვიან. მესმის აბსოლუტურად. ნიკა, ერთი შეკითხვა მაქვს, აი თქვენ თქვით რომ 8 მარტის დავაჯერებთ, რომ კი ბატონო, 8 მარტის შეთანხმებაში ამ გადაწყვეტილებით წინ წავიწიეთო. თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება კიდევ რაიმე ბარიერი იყოს წინ ამ საკონსტიტუციო შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით? შეთანხმება, რომელიც შედგა, კონკრეტულ გვარებზე, სახელებზე იყო საუბარი, სანამ შედგებოდა და ამ შეთანხმებასთან ხელი მოეწერა ბატონი თამლიანი, ბატონი ოქრუაშვილი, ბატონი თამლიანი გათავისუფლდა, ან დარჩა ბატონი რურუა, ხო? და აი ეს შეთანხმებაც ბოლომდე სრულყოფილად შესრულდება. ახლა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი პოლიტიკური ფიგურა ერთ-ერთი გეუბნება, რომ პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლეთ, ვინაიდან შეთანხმება არის აღსასრულებელი. ამას ეხლა ვერც ერთი ხელისუფლება დღეს სოფლიოში 21 საუკუნეში ვერ გაატარებს სალყურში და მეორე ვერ გამოუშვებს, ხო? თან ეხლა დასავლეთს თხოვ, რომ ფინანსურად დამეხმარე, თან დასავლეთს ასე თქვათ ეჩხუბები და ეუბნები, რომ როგორ გაბედე პოლიტიკური პატიმარი მე არ მყავს და ამას რატო ამტკიცებ. ანუ ხო ხედავთ, რომ ეს ილეთი არ გამოუვიდა, მას ვინც ეცადა ამ ილეთის გაკეთებას. რატო ჩაიგდეს ასეთ ძიმ მდგომარეობაში თავი ხელისუფლება, ამის განჯაშიც არ შევა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა ძალიან მალე დაუბრუნდებიან ოჯახებს და მე ვფიქრობ, ყველანი ამ ქვეყანაში დარწმუნდით, რომ ვერავინ ვერ შეაქცევს ზურგს ცივილიზებულ სამყაროს და ის რომ შენ გამოხვიდე და დილით ჩაატარო ბრიფინგი და ბუშტები უქნიო და დაემუქრო ამერიკის სენატორებს, კონგრესმენებს, ევროპარლამენტარებს, დავინახეთ რაც მოხდა. მარტივად გეტყვით, მე ტრანშები მინიმუმ როგორც ასეთი დაიგბიანებდა და ეს ყველაფერი დაბრალდებოდა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. ახლა თან მართლაც ვახსენებ გავიმეორებ, შეუძლებელი ამბავია, ახლა თხოვდე ახლა მილიარდობით ლარს შენს თავარ სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ეჩხუბებოდა იმაზე, რაზეც საჩხუბარი არ არის. უბრალოდ ის ნაკლზე მიგითითებს და ეს ნაკლი უნდა გამოგესწორებია და ნაცვლად ამისა ქართული ოცნება რიტორიკაში ცდილობდა, რომ ეს ნაკლი საკუთარ ღირსებად გაისაღებია და მე ვფიქრობ, რომ დღეს სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადაადგმევია საერთაშორისო საზოგადოებამ, ოპოზიციური პარტიების ერთობამ, ხალხის ნებამ, ხელისუფლებას, რითიც თავადვე დარჩებიან მოგებულები. დიდი მადლობა ბატონ ნიკა, დიდი მადლობა. შეუწყეს ხელი შანსის გაჩენას, რომ ჩატარდეს არჩევნები თავისუფალ რეჟიმში და ამით პოლიტიკაში დარჩენის შანსი შეინარჩუნოს. დიდი მადლობა ნიკა მელიას, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს.